2024 წელი მობილური აპლიკაციების ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და ტენდენციების წელი იყო. სოციალური მედიისა და კომუნიკაციის პლატფორმები კვლავ ინარჩუნებდნენ ლიდერობას, თუმცა ახალი მოთამაშეები, როგორიც არის მაგალითად Temu, სწრაფად მოიპოვებდნენ პოპულარობას. ყოველწლიურად Android-ისა და iOS-ის მომხმარებელზე დაყრდნობით დგება რეიტინგი იმ აპლიკაციების, რომელიც ყველაზე მეტჯერ ჩამოწერეს. 2024 წლის მონაცემებით ყველა არსებულ აპლიკაციებს შორის ყველაზე მეტი ჩამოტვირთვა TikTok-ს ჰქონდა. ჯამში 825 მილიონი. ჩინური კომპანია BYD Dance-ის მიერ შექმნილი მოკლე ვიდეოების გაზიარების პლატფორმა გლობალურ დომინირებას როგორც ჩანს გასულ წელსაც აგრძელებდა. მისი უნიკალური ალგორითმისა და მომხმარებლისთვის საინტერესო კონტენტის შეთავაზების ხარჯზე აპლიკაცია ყველა ასაკობრივ ჯგუფში თითქმის ერთნაირად პოპულარულია. ჩამოწერების მიხედვით რეიტინგის მეორე ადგილოსანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმა Instagram-ია. 2024 წელს ჯამში 817 მილიონი ჩამოტვირთვით. Meta პლატფორმის საკუთრებაში არსებული ფოტოებისა და ვიდეოების გაზიარების პლატფორმა მუდმივად ანახლებს ფუნქციებს, რათა შეინარჩუნოს მომხმარებელთა ინტერესი. Reels-ის ფუნქციონალმა, რომელიც მოკლე ვიდეოების შექმნის საშუალებას იძლევა, Instagram-ს განსაკუთრებით დიდი პოპულარობა მოუტანა. ჩამოტვირთვების რაოდენობით სიის სათავეში ყოველწლიურად Facebook-ი გვევლინება, რომელსაც გასულ წელს 597 მილიონი ჩამოტვირთვა ჰქონდა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი მომხმარებელთა უდიდეს ბაზას აერთიანებს. მიუხედავად ახალი კონკურენტების გამოჩენისა, Facebook-ი მყარად ინარჩუნებს ბაზარზე თავის პოზიციებს. 2024 წელს, როგორც ჩანს, პოპულარულ აპლიკაციებს შორის თავისი პოზიცია WhatsApp Messenger-მა შეინარჩუნა. აპლიკაციამ, რომელსაც ჯამში 564 მილიონი ჩამოტვირთვა ჰქონდა. ყისიერი შეტყობინებების აპლიკაცია უზრუნველყოფს ტექსტური შეტყობინებების ზარებისა და ფაილების მარტივ და უსაფრთხო გაცვლას. მისი პოპულარობა განპირობებულია მარტივი ინტერფეისითა და ძლიერი დაშიფვრის მექანიზმებით. 2024 წელი ნამდვილად იყო Temu-ს მომხმარებელთა ბუმის წელი. ამ უკანასკნელმა თავისი კვალი ავიაგადაზიდვების ინდუსტრიასაც დაამჩნია. ის რომ Temu-ს მომხმარებელთა რიცხვი იზრდება, ამას ელ-კომერციის ერთ-ერთი ლიდერის აპლიკაციის ჩამოტვირთვების რაოდენობაც ადასტურებს. 2024-ში Temu-ს ჯამში 516 მილიონი ჩამოწერა ჰქონდა. PDD Holding-ის მიერ შექმნილი ელექტრონული კომერციის პლატფორმა მომხმარებელს თავაზობს ფართო ასორტიმენტს დაბალ ფასებში. აპლიკაციამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ბაზრებზე, რაც განპირობებულია მისი აგრესიული მარკეტინგული კამპანიებითა და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისებით. 2024 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ მომხმარებელი კვლავ დიდ ყურადღებას აქცევს სოციალურ ქსელებსა და კომუნიკაციის აპლიკაციებს. თუმცა პლატფორმები, რომლებიც ელექტრონული კომერციის მიმართულებით ოპერირებენ, სწრაფად ახერხებენ ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას.